მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, FM 105-ზე და 0-ზე, გვისმინეთ ამ ტალღაზე, ან გვიყურეთ ინტერნეტ ტელევიზიით www.obiektivi.net, დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე 2389105. მე მინდა სანამ გადაცემას დავიწყებდე, ყველას მოგილოცო დღევანდელი დღე ხარება, მიულოცო ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, სრულიად საქართველოს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ როგორც გვინდა ისეთი საქართველო ადრე თუ გვიან გვეღირსება. დღეს ფაქტიურად ერთი დღე გვაშორებს 9 აპრილიდან. ეს არის თარიღი, ეს არის დღე, რომელმაც შეცვალა უახლესი ისტორია და საერთოდ ქართველი ერის ბედი და როდესაც ვარაუდი იყო, რომ 9 აპრილი პირიქით დააკნინებდა ეროვნულ ცნობიერებას ქართულ საზოგადოებაში, პირიქით უფრო მეტად აღამაღლა და რაც მთავარია 9 აპრილმა მოგვიტანა დამოუკიდებლობა. ეს არის ორმაგი თარიღი, ტრაგედიის დღეც და ამავე დროს დამოუკიდებლობის დღეც, როგორც თავად ზვიად გამსახურდიამ თქვა, ეს არის ცრემლნარების სიხარულის დღე და სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა, ვინაიდან და რადგანაც ზვიად გამსახურდიამ ეს თარიღი და უზენაესმა საბჭომ მიუძღვნა 9 აპრილს დაღუპულებს. ამ ტრაგედიის დროს ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, გმირები არსებობდნენ, რომელიც ქართველი ერის მეხსიერებაში დღემდე არის და იქნება მრავალი წელი. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მართლა გმირობა ჩაიდინეს და გმირობის ტოლფასი ნაბიჯები ქონდათ გადადგმული. ვიცი რომ გაგიხარდებათ დღევანდელი გადაცემის ჩემი სტუმარი. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ ძალიან ცნობილი, ალბათ მთლიანად საზოგადოებისათვის ცნობილი ქალბატონი ლელა ვეფხვაძე, უსინათლო ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, რომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომ იმ ღამეს იქ იყო და დღეს ქალბატონი ლელა მოვიდა თავის ქალიშვილთან, ნატალია ვეფხვაძესთან ერთად. მოგესალმებით ორივეს, მალო მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის, თქვენ პირადად გილოცავთ ორივეს დღევანდელ ხარებას და პირველი კითხვა ქალბატონო ლელა თქვენთან. ალბათ აი ბევრს ძალიან სურს, რომ ზოგჯერ 9 აპრილის ტრაგედია რაღაც დააკნინოს ეს დღე. დიდებული დღე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ აი მე ვადრი დიდგორს საერთოდ 9 აპრილს, რომ თითქოს ზოგიერთს არ ქონდა იქ შემთხვევით იყო მისული. მე ვფიქრობ, რომ და ალბათ თქვენ აზრს გამოთქვამთ, რომ იქ შემთხვევით არავინ იყო მისული და იქ ყველას გათვითცნობიერებული ქონდა, რისთვის იყვნენ იქ მისულები და რისთვის იბრძოდნენ. მოგესალმებით, ირაკლი, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. მე იცი რა მინდა ვთქვა, პირველ რიგში გილოცავთ ყველას ხარებას, გილოცავთ 9 აპრილის მოსვლას, დამოუკიდებლობის დღესასწაულს. მე ასე შევაფასებ, იცი 9 აპრილს პირიქით დაკნინება კი არა, მე ვფიქრობ დაცემული საქართველოს ამაღლება იყო 9 აპრილი. მე ასე ვუპასუხებ და რაც შეეხება ადამიანებს, ვინ იყო შემთხვევით და ვინ არა, ეხლა ამის გარეშე ადამიანი და საერთოდ არც ერთი აქცია დაწყებული არ არის, იმიტომ რომ შეიძლება იქ რაღაც ერთეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც იყვნენ გამვლელები და შემთხვევით დარჩნენ იქ, მაგრამ ძირითადი მასა, რომელიც იქ იდგა, იყო შეგნებით მოსული და იყო იმ რწმენით, რა რწმენითაც ბოლომდე დარჩნენ იქ. მე ასე მგონია და ასე ვაფასებ. ქალბატონო ლელა, ზარი არის ეთერში, გისმენთ. შეიძლება? გამარჯობათ. 9 აპრილი არ არის ტრაგედია. 9 აპრილი ეს არის დიდგორი. დიახ, მადლობთ, გაითვალისწინეთ ეს. გეთაყვე, მე ზუსტად ეს აღვნიშნე, ეთყობა თქვენ მოგვიანებით შემოვერთ. ტრაგედია არ არის, მე ვთქვი რომ ეს იყო ტრაგედია და ეს იყო დიდგორი, ეს იყო ჩვენი გამარჯვების დღე. არა, ზოგი ასე აფასებს, ირაკლი მასე თქვა. დიახ, ეთყობა თქვენ ვერ მომისმინეთ მე. მაინტერესებს ქალბატონო ლელა ისტორია. აი როგორ მოხდით? თქვენ 4-ნი იყავით იმ ღამეს, აი როგორ გადაწყვიტეთ რომ მისულიყავით? იქ ალბათ წინა დღეებში მიხვედით თუ იმ ღამეს მიხვედით? ყველას აინტერესებს ეს ისტორია. მე ცოტა შორიდან დავიწყებ, ირაკლი. საერთოდ ეროვნული მოძრაობა რაც დაიწყო ნოემბრის შიმშილობიდან მოყოლებული, 22 ნოემბერს რო დაიწყო შიმშილობა, იქიდან დავდიოდით, არა მარტო მე, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ჩემი მეგობრები, არამხედველი ადამიანები, ბევრი ვესწრებოდით ხოლმე აქციებს 22 ნოემბრიდან მოყოლებული. ასე
გაგრძელდა 4 აპრილიდან რო დაიწყო აქციები, დავდიოდით ბევრი, იქიდან მე 4 ადამიანი, ვინც ძირითადად უფრო სიმღერასთან ქონდა კავშირი, ვისაც სიმღერასთან ქონდა კავშირი, ესენი ასე ვთქვათ შევამხანაგდით. ეხლა მეგობრები კი ვიყავით, მაგრამ ნუ ასე ერთნაირად რო გვემღერა, იქ და გადაგვეტყიტა რომ კონკრეტულად ამ დღეებისთვის მომზადებულიყავით არ ყოფილა. ანუ დაუახლოვდით იმ დღეებში. ხო, არა, მეგობრები ვიყავით ჩვენ რაღაც მომენტში, მაგრამ ასე რომ აი კონკრეტულად გვეფიქრა რომ აი ამ დღეებისთვის მომამზადებდით სიმღერებს და ამ დღეებისთვის ერთად შევიკრებოდით და ვიმღერებდით, ესე არ ქონდა გადაწყვეტილი. ანუ ჩვენ მივედით იმ შეგნებით, რომ იქ ხარი დაგვეჭირა იმ მოშიმშილეებისთვის, რომლებიც იქ 4 აპრილიდან შიმშილობდნენ და საერთოდ უფრო ვცდილობდით ხოლმე ირაკლი ყოფილიყავით ღამე, იმიტომ რომ გაგეხნებებინათ, დიახ. ხო, ანუ დღე იცი ბევრი ხალხია და ისედაც ადვილია შედარებით უფრო გაძლება. ღამე იკლებდა ხოლმე ხალხი და რატომღაც ასე მიგვაჩნდა რომ ამით უფრო გამოვხატავდით ჩვენ მხარდაჭერას იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ რუსთაველზე იყო და შიმშილობდა და ძირითადში ღამე დავდიოდით ხოლმე. ნუ დილით მერე მივდიოდით, სამსახურები გქონდა მაშინ საბედნიეროდ. ჩვენ სამსახურებში მე ცოტაც გამოვიდინებდით და მე ისევ მივდიოდი, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავით, ენერგიაც მეტი გქონდა და ანუ სურვილი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სურვილი იყო. და 4 აპრილსვე დაიწყეთ თქვენ. დიახ. ხო? დიახ. ალბათ იყო განსაკუთრებით დასამახსოვრებელი, სანამ ალბათ დარბევა მოხდებოდა, მანამდე დასამახსოვრებელი რაიმე მომენტები იმ დღეებში თავისთავად იქნებოდა, ეხლა როდესაც სულიად საქართველოს შეკრებილი მოედანზე. ირაკლი მე ცოტა კიდევ ერთ ამას დავამატებ, მე მარტო არ ვიყავით, შენ კი აღნიშნე რომ 4 ადამიანი იყო, მაგრამ ჩვენ გვარები არ ჩამოგითვლიათ ამ ადამიანების, მე ჩამოვთვლი თუ აგეწინებათ. დონარა ცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი, თინათინ ბირკაძე, აქედან არც ერთი მათგანი ცოცხალი არ არის და თქვენი მანამორჩილი ლელავე ფხვაძე მათთან ერთად ვიყავი, რა თქმა უნდა. კი, ღირსშესანიშნავი მომენტები იყო და არ შეიძლება არ ყოფილიყო. კიდევ ვიტყვი, იცით, ეხლა ქალბატონმა დარეკა და თქვა, რომ ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია არ არის ნამდვილად, ეს იყო ამ შემთხვევაში ტრაგედიას გულისხმობს ხალხი, იმიტომ რომ მსხვერპლი მოყვა ამ აქციას, თორე ეს მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ეს იყო საოცრად დიდი ამაღლება ზუსტად იმ დაცემული ქვეყნისა, რომელსაც ჩვენ ქვეყანას საქართველოს ქვია და ეს ტრაგედია კი არ არის, ეს არის საოცრად დიდი განათება ჩვენი ამ მე-20 საუკუნის ისტორიაში და მე ვიტყვი 4 აპრილიდან მოყოლებული მაპატიეთ ცოტა ხანდახან გადაუხვევ თემას, მაგრამ რო არ მეთქვა არ შემეძლო. დიდი დრო გვაქვს. უბრალოდ ქალბატონო ლელა მაპატიეთ გააგრძელებთ ზარი არის კლავე ეთერში და მოусმინოთ. კი ბატონო. გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გენაცალი. გილოცავ დღევანდელ დღეს თვალინძელ ბზობას. გაიხარეთ. 9 აპრილს. მე 9 აპრილის მონაწილე გახლავართ. და ქალბატონი ლელა თქვენი სიმღერა დღესაც აი ჟრუანტელს მგურით. მე მხატვრის სახთან ვიდექ იქ, თქვენს ეს უნდა მეთქვა ზუსტად ახლა. არავითარი შემთხვევითი ხალხი იქ არ იყო. იქ იყო ბაქაც გულანტებული და შეგნებით მისული ნამდვილად. მე მხატვრისა ქაშვეთის ეზოში გადავრჩით მე ჩვენ და როდესაც მოგვიყვანეს მილიციელებმა მე ზემელზე ვცხოვრობ. ქალბატონი თამარ მამულაიშვილი, ჩემი კარის მეზობელი გარდაიცვალა, მოკლეს სადისწურად. ხო და მე ვფიქრობ ხანდახან რომ ნეტა მეც იქ მოვეკალი და ამ დღეს არ მოვწერებოდი. აი რაც დღეს ხდება. ხო და იმათ სულებს ზოგიერთები ძალიან ცუდად მოიხსენიებენ და ცნუს წოდავენ. ვინც იქ იყო და ვინც შეიძლება მართლა მომკვდარიყავით თითოეული მათგანი ჩვენ. რა თქმა უნდა. და ბატონო ირაკლი, ერთი წუთით შეიძლება რაღაც კი ბატონო გისმენთ. ისა გენაცალე. აი როდესაც თქვენი ისა ქალბატონი ირინა ციტატებს მოიხსენიებთ იქ მერაბ კოსტავას 26 მაისს რომ ზვიად გამსახურდია ლოკომოტივის სტადიონზე გამოვიდა ისტორიული სიტყვა რომ თქვა ის ხშირად უნდა გაიმეოროთ ვინ ბარაბას გზით მიდიოდა და ვინ ქრისტეს გზით აი ეს გზა უნდა აგვერჩია ჩვენ და ძალიან ვთხოვთ რომ გაითვალისწინოთ გადავცემ მე ქალბატონი ირმას ჩვენ გადაცემებს ისმენს ხოლმე და მე სხვათა შორის 31 მარტს მქონდა გადაცემა ამ ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი და ჩვენი გაუშვით სხვათა შორის ძალიან კარგი კადრები 99 წლის 26 მაისის თქვენ გემახსოვრებათ ალბათ ქალბატონო ლელა და ბოლოს გადაცემა დავხურეთ თავად როდესაც პრეზიდენტი კითხულობს ლექს მესხეთისადმი ასე რომ მე ყველანაირად ვცდილობ რომ გადაცემები მაქსიმალურად გამოვიყენო გისმენთ ქალბატონო ლელა თქვენ ხო მე შევჩერდი იმ საკითხზე რომ გასახსენებელი ნამდვილად ბევრი იცი რა მე ვფიქრობ რომ მაინც უფრო სასიამოვნო თუ არ გავითვალისწინებთ სხვებს იმიტომ რომ
იქ ისეთი დამოკიდებულება იყო, მირაკლი, მე არ ვიცი, ვინც იყო, იქ ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი სიფაქიზე, ასეთი კარგი, ასეთი სისუფთავე, ასეთი, აი, როგორ გითხრათ, საოცრად დამაღლებული დამოკიდებულება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, მე მგონია, რომ აღარ გქონია ჩვენ და სულ მუდამ ნატრობ ხომ იმ დღეებს, იმიტომ რომ ეს იყო საოცრად მე არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში მე ესეთი დღეები არ მახსოვს, იმის გარდა რაც იყო 9 აპრილიდან მოყოლებული და მე მახსოვს ზუსტად ქალბატონმა ბრძანა მხატვრის სახლთანო ჩვენ როგორ გითხრა იცი დაგვატარებდნენ ხან ტელევიზიასთან ხან მხატვრის სახლთან ხან ანუ სადაც სტარდებოდა აქცია ბატონი მერაბი ბატონი ზვიადი იცით აი როგორ გითხრა იცი საყვარლად აი მოვიდოდნენ მოხვდნენ ხან და გოგოებო ხო წამოხვალთ აქ ხო შეგიძლიათ აი ჩვენც ესე მოშიმშილებს უმღერო და რა თქმა უნდა ჩვენი ფუნქცია და ჩვენი მოვალეობაც მე ასე ვიტყვი იცი იტყვიან ხოლმე გმირობა არა ეს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე ისე როგორც შეგვიძლია, ვისაც რა შეგვიძლია, მე ასე მგონია. ისე რომ ძალიან თბილი დამოკიდებულება იყო, აი ჩვენი საოცრად ჩვენ მიმართ საოცრად თბილი, აი ლიდერების განსაკუთრებით, ბატონ მიერებისგან. იცით, ახლა უნდა მეკითხა თქვენთვის, რომ რით დაგამახსოვრდათ ეროვნული გმირები, ბატონი მერაბის და ბატონი ზვიადის ეროვნული გმირები არიან და ალბათ აიყო მომენტები, რომლებიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ ამ ორი ადამიანის. მე გეტყვით რა დამამახსოვრდა ყველაზე ძალიან. ჩვენ როცა უკვე დარბევა რო დაიწყეს და ჩვენ ტრიბუნაზე მაღლა ვიდექით, მანამდე ყველასთან ერთად ვიდექით დაბლაკიბებთან და მე უკვე რო გწნობდნენ, დაგვინახავდნენ თუ არა დერეფანს გვიკეთებდნენ და ავდიოდით მაღლა, ანუ თვითონვე გვეთხოვდნენ რომ ავსულიყავით მაღლა და რო ავედით ჩვენ მღეროდით ის ჩანაწერები, არ ვიცი ხა არის თუ არა, იქ ფანდურსაც, ანუ სალამურსაც რო უკრავ, იქ უკრავ მე როცეკვავენ, იქ საქართველოსაც მღერი ვართ, იქ ბევრი სხვადასხვა ნომრებია და როდესაც უკვე დარბევა დაიწყო ბატონი მერაბის იყო იქა და ვიღაცას გადაულაპარაკო რომ ეს ქალბატონებიო გოგონებიო მოკიდეთ ხელი და გაიყვანეთ პირველ რიგში ამას უსვენოთ და მე ზვიადის ხმა იყო მაპატია პირდაპირ ზვიადის იმიტომ რომ ასე მიმართავდი ჩვენ მას ბატონობით ნაკლებად ზვიადის ხმა იყო რომ უშველეთ უსინათლოებს უშველეთ გაიყვანეთ ესგენი გაიყვანეთ პირველ რიგში ამათ მიხედეთ პირველ რიგში ეს იყო იცით აი როგორ გაცით შოკი იყო ჩემთვის იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც თვითონაც საკმაოდ პრობლემის წინაშე იდგნენ ფიქრობდნენ იმაზე რომ ჩვენ და ჩვენაირი ადამიანებისთვის მოიხედა და ანუ გაგვეყანეთ ჩვენ სამშვიდობოს. ქალბატონო ლელა, იგრძნობა ხოლმე. ადამიანი გრძნობს, როდესაც რაღაც საფრთხე უახლოვდება და თქვენ თავისთავად მით უმეტეს თქვენ რა თქმა უნდა როგორც უსინათლო მომღერლები ძალიან ძიმე იქნებოდა ალბათ თქვენთვის როდესაც რაღაც უახლოვდება ხო საშიშროება ჯერ იყო კადრებში ხო არსებობს ჯერ იყო დუმილი სამარისებული სიჩუმე ამ დროს 10000-ობით ადამიანის და ამ დროს თქვენ გაარღვიეთ ფაქტიურად სიმღერით ეს და ის ესეთი მწყობრი ნაბიჯები იყო ესე თქვი ჯარისკაცების კი ეს უნდა მეთქვა სხვათაშორის სანამ აი ზუსტად ის სიჩუმე რო იყო მაშინ მოვიდა ბატონი მერაბი და გვითხრა გოგოებო ეხლა ჩვენ ვიცოდით იმიტომ რომ იქ ტანკები იქნებოდნენ იმიტომ რომ ტელევიზიით ეს ცხადდებოდა ირაკლი რო თქვა ის რომ ჩვენ არ ვიცოდით და ანუ დაუფიქრებად მივედით იმ აქციაზე გამორიცხული ვარიანტი იმიტომ რომ რეალურად ცხადდებოდა რომ საფრთხე იყო რეალური ნამდვილად იყო ეს და ამას ყველა ჩვენთაგანი ვართ ვიცნობიერებდით მაგრამ იცი როგორ შეგრძნება გქონდა ანუ თუ იქ არ მივიდოდით ფიქრობდით რომ ჩვენ ქვეყანას ვხალატობდით მე პირადად ასეთი შეგრძნება მქონდა და ასეთი შეგრძნება მქონდა ჩემ მეგობრებს და ფიქრობ რომ იქ ყოფ ადამიანებსაც ალბათ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხის მიმართ და ხო და რომ სიჩუმე როცა იყო მოვიდნენ ეს ადამიანები ლიდერები ვინც იყვნენ ჩვენ გვერდზე იყვნენ სხვათა შორის სულ მუდამ არასოდეს არ გვცილდებოდნენ და მოვიდნენ და გითხრეს გოგოებო იცით რა არისო მოდითო რა თუ სიკვდილია სიკვდილს ისე შევხვდეთ როგორც გვეკადრება ქართველებს ხო და ეს სიმღერა ყოველთვის უყვარდა ცალაღობო ლადუა სათიანის ტექსტზე ყოველთვის იყო აი იქ მოშიმშილი ადამიანებს ვინც იყვნენ და ჩვენ არაერთხელ შეგვიცრულებია ეს სიმღერა წინაღამეებში და ანუ ეს იყო როგორ გითხრათ ნიშანი უკვე იმის რომ ეს სიმღერა უნდა შესრულებულიყო იმიტომ რომ ეს იყო შემართებული ეს იყო მართლა მებრძოლი ადამიანის სიმღერა რომელსაც არ ეშინია მიუხედავად იმისა რომ ტანკი
მოდის და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიჩვები, იცით რა ცუდი შეგრძნება იყო ეს ყველაფერი. მე რა ისა აი თქვენ როგორ შეიგრძნობდით ამას ქალბატონო? ხმა იყო ძალიან, აი ეხა იცით ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ შეგრძნებაც და გონებაც საკმაოდ განვითარებული გვაქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღვიქვათ. ხედვა არ არის ხანდახან იმისთვის საჭირო, რომ ადამიანმა განიცადო ის ყველაფერი რაც ხდება შენი ირგვლივ. ანუ თქვენ მაშინ დაიწყეთ სიმღერა დაუკარით, როდესაც უკვე ტანკები შემოსული იყო მოედანზე და წყობრად მოდიოდნენ რუსი ჯარისკაცები. უკვე იყო აი ტკივილი, რო გვეუბნებოდნენ რომ დაიჩოქეთ, ანუ ეს უკვე იცით უკვე ეს აღაცნაირი უცნაური დამოკიდებულება იყო ირაკლი, იმიტომ რომ მაპატიეთ. დიახ. მე სხვადასხვა მიჭირს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი და ღირსის გარეშე ვერ დავასრულეთ სიმღერა იმ ღამეს. არა, ვერ დავასრულეთ. იმიტომ რომ სიმღერა დავასრულეთ, მაგრამ მიკროფონი გაწყდა. დიახ. ანუ მიკროფონის შნური გაწყდა. აქედან გამომდინარე ვერ დავასრულეთ ეს სიმღერა. თორე თვითონ სიმღერა ბოლომდე იყო ნამღერი. დიახ და თქვენ როგორ გამოხვედით მოედნიდან? სხვადასხვანაირად დონარა ვიღაცა რამდენადაც მე ვიცი ექიმმა გამოიყვანა, როგორც მერე გაირკვა. ანუ თინათინ ბირკაძე და ჩემი და იყო გადაბმულები ვიპოვე, როგორ გადაბმულები, ჩემი და იმ ღამეს პირველად წამოვიდა, საერთოდ ყოველთვის უთანაგრძნობდა, მაგრამ იმ ღამეს პირველად წამოვიდა და ისე მოხდა, რომ დავცილდით ერთმანეთს, აი ნუ რომ მოაწყდა ხალხი უკან კედელს ავეკარე და ნუ ძალაუნებრივად ჩვენ შორის ადამიანები ჩადგნენ. და რო გავყევი მილიციის კორდონს, მე მინდა მართლა დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ვინც იქ იდგა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მათ საკმაოდ დიდი საქმე გააკეთეს, იმიტომ რომ რო არა ისინი უფრო ბევრი მსხვერპლი იქნებოდა ვიდრე იყო იმ დროს. ანუ მათ გამოგიყვანეს. კი, არა, მე არ გამომიყვანეს, მაგრამ მათ შექმნეს კორიდორი, აი ბრონი ჟილეტები იდგნენ და ამ ჟილეტებს მოყვებოდა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ გასვლა, გაიხციათ სამშვიდობოდ. მეც ასე გამოვყევი, გავედი და მესმის ჩემი და იყოს კივილი, ლელაკო მიშველი, მაშინ ნატო 2 წლის იყო. და ლელაკოს მე დახტა და მე არ ვიცი ხა მაშინ მე ჩემი გოგო გაახსენდა რა გაახსენდა ჩემდეს ვერ გეტყვი და ლელაკო მიშველი და გავბრუნდი უკან ვერ შევბრუნდი და მილიციელები არ მიშვებდნენ როგორ გამოხოდიოდა ეხა კიდევ იქ მითხარ არა მე ვთქარ ჩემი და ჩემი მეგობარი დარჩა უნდა მივიდე გამოვიყო ვარიანტი არ არსებობს იმიტომ რომ იმათ უფრო უჭირდათ მოძრაობა ვიდრე მე მე ცოტა რისკიანი ადამიანი ვიყავი ყოველთვის დღემდე დიახ არ ხო და ნუ მივახციე იმას რომ ამათ ხმას მივყევი და მივედი ეს ადამიანი მოუძებნე ჩემი და თინიკოც და წამოვიყვანე თინიკოს ფანდური ქონდა ჩაყვიყტებული გულში და ასე გამოვედით ჩიტადის ქუჩიდან ავყევით მე უნივერსიტეტისკენ ისა ქვია მაღლა ზემოთ გრიბოიდოვისკენ და მე იქ ავტობუსი დაგხვდა და წავედით უნივერსიტეტში უკვე მიტინგი რო გაიმართა. ანუ მე ამით რა მინდა ვთქვა, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დაგვარბიეთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო მსხვერპლი და ჩვენ ეს ვიცოდით ეს ყველაფერი. შიში, იცით, რა უცნაურია ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ შიში ნაკლებად გქონდა. ანუ როგორ ვითხრა, იცი, შემართება მეტი იყო და უფრო მეტი სურვილი იყო, რომ ერთად უნდგარიყავით, ისევე, ერთად დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენ მიგვაჩნდა ყოველ შემთხვევაში მაშინ და ერთად მოუგროვდით ისევ უნივერსიტეტთან. ქალბატონო ლელა, ზარი არის, გისმენთ. როდის ვიხდი? გამარჯობა, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა, თქვენც ასევე. მადლობთ. და მე მინდა განსაკუთრებით ქალბატონი ლელა ძალიან დიდი სიმპათია გამოვხატავ, მიცნობა თვითონ ვინც ვარ. კი, აუცილებლად. ქალბატონი ლელა ძალიან მართებული, სულისკვეთებით და ძალიან ყოველთვის გამოირჩევა და ობიექტურობით კარგად ვიცნობ არაერთი წელია და ძალიან მიყვარს მისი სულისკვეთება და როგორც მოვიდა დღემდე თავისი სიმართლით. და ძალიან მიხარია რომ დღეს ქალბატონი ლელა თქვენი სტუმარი და ამ ყველაფერს კიდე ამხელებს წელი გადაცემა თქვათ დაუთმეთ ძალიან სასიხარულოა და ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და კიდევ კარგს. მადლობა დიდი მადლობა. ქალბატონო ლელა, დრო დადგა მე მგონი რომ მაშინ კი შეასრულეთ, მაგრამ მთელი საზოგადოება ეხა გველოდება, როდესაც თქვენ ცნობილ სიმღერას შეასრულებთ, მე ვიცი რომ ხა ბევრს ვატირებთ კიდეც ამ სიმღერით, მაგრამ ეს არის თქვენი ეს იყო 4 ადამიანის სიმღერა, მე ძალიან უხერხულად ვგზნობ ხოლმე თავს, რატომ მე ხანდახან ბრალს მდებენ იმაში რომ მე რაღაცას ვითვისებ, მაგრამ მე როცა ეს თქვი და უშუალოდ როცა ვამბობ რომ იცით რა ის არ იყო ჩემი სიმღერა, ერთ-ერთმა ადამიანმა სხვადასხვა ნატოს მიჭირზე მიპასუხა თქვენ ამ შემთხვევაში ხართ 4 ერთში გაერთიანებული. ასეთი მეც ავეთახმები ვიცი. აი ასე და ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ამბობენ თქვენ ამ გულისხმობენ მე, მაგრამ ეს მარტო მე არა ვარ, ეს იყო ის ადამიანები, ვინც შემგვერდით იდა. მოდით ეს სიმღერა მივუძნოთ როგორც 9 დაღუპულებს, ისე თქვენს დანარჩენ 3 უსინათლო მომღერალს, თინა ბირკაძეს, დონარა ცხადიაშვილს და ზაირა გელაშვილს
მათ ეძღვნებათ ეს სიმღერა უპირველესად. იცით რა, მე ამ სიმღერას სხვათაშორის ყველაზე ნაკლებად მიყვარს, არა იმიტომ რომ სიმღერა არ მიყვარს. ეს არის საშინელი განცდა ჩემთვის, აი ძალიან მტკივნეულია ხოლმე და ვცდილობ ყოველთვის რომ თავი ავარიდო ხოლმე, ნუ ხა ეს გამორიცხულია დღეს, მაგრამ საერთოდ კარგი, დავიწყოთ სიმღერა. მადლობა ქალბატონო ლელა, ბარემ მე აქვე 9 აპრილს დაღუპულებს გავიხსენებ და მინდა მათი გვარები და სახელები ჩამოთვალო, მე ისინი ზეპირად მახსოვან და აქედან გამომდინარე მინდა რომ ისინი არიან ჩვენი გმირები, ჩვენი მე-20 საუკუნის ბოლოს ჩვენი გმირები და იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ქართული ეკლესია თავის ადგილს დაუმკვიდრებს სხვა წმინდანებთან და მოწამეებთან ერთად. ესენი არიან შალვა ქვასროლიაშვილი, ნოდარ ჯანგირაშვილი, გია ქარსელაძე, მამუკა ნოზაძე, ვენერა მეტრეველი, თინა ენუქიძე ლეკიშვილი, ზაირა კიკვიძე, თამარ მამულაშვილი, მანანა მელქაძე, მანანა ლოლაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია სამარგულიანი, ბზია ჯინჭარაძე, ელისო ჭიპაშვილი, ნინო თოიძე, ნატო გიორგაძე, აზა ადამია, თამუნა დოლიძე, თამარ ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და მე ვფიქრობ რომ მათი ის რაც მათ თავი გასწირეს სამშობლოსათვის ის არ იყო არც შემთხვევითი, არც დღეს თუ არ სწყალობს მათ დღევანდელი დრო და დღევანდელი ესე ვთქვათ შავი ჟამი მოვა დრო და მათი სახელები და გვარები სულ სხვა სახელით გაიბრწყინებს საქართველოს ისტორიაში. ზარი არის ეთერში, გისმენთ. გამარჯობათ გენაცვალეთ. გამარჯობათ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. მრავალს დაესწარით ბედნიერად. და მე რას გისურვებდით, იცით, აი შემართება, ის სიყვარული, ის ერთიანობა, რაც მაშინ იყო 9 აპრილს, ისევ დაბრუნებოდეს ქართველ ერს და ისევ იმ სიყვარული და იმ ერთიანობით ბოლომდე მისულიყავით გამარჯვებაზე და გახარებული იყოს საქართველო ბოლომდე. მადლობთ, დიდი მადლობა. ნატო, თქვენთან უნდა გადმოვიდე ეხა. თქვენ 2 წლის იყავითო, დედა თქვენმა თქვა
თქვენ არ გახსოვთ ალბუნებრივია 9 აპრილი, მაგრამ ალბათ ხშირად გაიხსენებდით ამ დღეს ოჯახში თქვენთან და თქვენ როგორი წარმოსახვა გაქვთ მაშინდელ მოვლენებზე და თუ აცნობიერებთ რომ გმირი დედა ყავთ. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით. კი, მე საერთოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ბავშვობიდან მესმოდა ამ ყველაფერზე. დედა ყოველ არა მარტო 9 აპრილს, არამედ სხვა დღეებშიც ხშირად საუბრობდა ხოლმე ამ თემის შესახებ. ვაცნობიერებ როგორ გითხრათ, რავი, დედა ჩემთვის ჩვეულებრივი დედაა და თუმცა ამ ყველაფრის გამოისობით, რა თქმა უნდა, ვამაყობ და მიხარია, რომ დედა ჩემი ესეთი საყვარელია ყველა ადამიანისათვის და კი, მე თუმცა შემიძლია ისიც თქვა, რომ ეხლა, რა თქმა უნდა, ჯვარი გვწერია, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მეც მონაწილეობას მსგავს მე ამაში ეჭვი არ მეფარება თქვენ ნამდვილად და არ დავიხევდი რა თქმა უნდა უკან როგორც დედაჩემი პატრიოტული სიმღერებით აღიზარდეთ მე ვიცი რომ თქვენს გაქვთ შესასრულებელი დღეს ჩვენს გადაცემაში პატრიოტული სიმღერა და სრულიად საქართველოს და ჩვენი საზოგადოება გისმენთ კი ბატონო დიდი მადლობა ნატო. საერთოდ ქალბატონო ლელა ერთმა ადამიანმა თქვა, რომ როდესაც ეს სიმღერები ისმოდა იქ 9 აპრილის დღეებში, თავისთავად
ადამიანისთვის უკვე სიცოცხლე არაფრად არ ღირდა. Როგორც ამბობენ და ეს არაერთ ადამიანს უთქვია, რომ როდესაც თქვენი ხმა გაისმა იქა, მათთვის არაფერს ნიშნავდა უკვე იქ არც ტანკების გრიალი და არც თქვათ რუსის ჯარისკაცები, იმდენად მარტო ეს იყო ალბათ სიმღერით სიკვდილი ესეთი ადამიანებისათვის, ვინც მე ხა წავიკითხე გვარები და სახელები. ირაკლი, მე ასე ვიტყვი, ალბათ ეს იყო შეიძლება ცოტა უცნაური ნათქვამია, შეიძლება ცოტა მკვეთრი ნათქვამია, მაგრამ ეს იყო ალბათ მაგალითის მიმცემი, რატომ ეხა ყველა იქ ყოფმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მხედველობის პრობლემა გქონდა. ანუ და იმათვის რა იყო, იცით, შეიძლება ეს, ანუ თუ კი ჩვენ შეგვეძლო, რომ სიმღერით შევხედროდით ტანკებს, და ყველაფერს რაც იქ ხდებოდა, ეს ხოცვაჭრება რაც იქ ხდებოდა, მათთვის ეს იყო დიდი სტიმული, იმიტომ რომ მაშინ მათ სხვანაირად არ ქონდათ უფლება, სხვანაირად მოქცეული იყვნენ. აი ეს იყო ალბათ მე გარდა იმისა რომ ღეროდით იქ სააცეკვაოთაც უკრავდით იქა და სხვათა შორის ეს ნამდვილად დიდი სიამოვნება მიანიჭეთ ბევრს იქა და ამავე დროს იყო ამას მოყვა უდიდესი მსხვერპლი და სხვათა შორის ამ თქვენს დაკრულ სალამურზე როდესაც იქ იცეკვეს თამრჭოველიძემ და შალვა ფასროლიაშვილმა მე როგორც ვიცი და ეს აიმიტომ არის რომ ეს არის დიდი სტიმულის მიმცემი მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა სევდიანი გასახსენებელი იმიტომაც თქვენ ძალიან გიჭირთ თქვენ თვითონაც აღნიშნეთ 9 აპრილის შემდგომ თქვენ შემდეგ თუ მონაწილეობდით დანარჩენ აქციებში რომელიც ფაქტიურად მაშინ უკვე შინდისფერი იყო საქართველო იცი რა ნირაკლი ყოველთვის მონაწილეობდი და გეტყვი რატომ ის როდესაც უკვე დამთავრდა ბატონ ზვიადის პრეზიდენტობა და შემოვიდა შევარდნაძე პროფესორი დაამხეს ზვიად გამსახურდია კი ბატონო სამწუხაროდ იმიტომ რომ ამ ადამიანს არაცალეს ერთი წელიც კი ანუ არ მისცეს საშუალება იმისა რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო გამოუცდელი ქვეყანა რომელსაც არ ქონდა იმისი ყოველ შემთხვევაში 70 წლების ბატონობა დიდ კვალს დაასვავდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ხო ამიტომ არაცალეს ამ ადამიანს ზვიად გამსახურდიას რომ ერთი წელი მაინც ყოფილიყო ხელისუფლებაში შეიძლება ეს ადამიანი ბევრ რამეში ვერ იყო გარკვეული მაგრამ ამას სჭირდებოდა დრო ამას სჭირდებოდა გამოცდილება და დავასრულე ბოდიში ირაკლი ანუ მე არ ვეთანხმები იმას რომ ეს ადამიანი იყო მოცაცილებელი ხელისუფლებიდან ყველას თავისი აზრი აქვს მე ვერავის ჩემაც ვერ მოახო თავზე მაგრამ ეხლა მე რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი აი მოყოლებული უკვე იქიდან როდესაც ბატონ ზვიადი სამწუხაროდ ჩვენ და გააძევეს ქვეყნიდან მის საშუალება აღარ ქონდა რომ ქვეყანაში გაჩერებულიყო მოყოლებული უკვე აი შევარდნაძიდან მოყოლებული მე ანუ თქვენი საქმეც თავისთავად სუდად წავიდა საქართველოსთან ერთად კი საკმაოდ ეხლა მე ერთ რამეს გეტყვი იცი მე რო ვთქვა რომ ვინმესთვის რამე როდისმე მithოვია ირაკლი არასოდეს არავისთვის არაფერი არ მithოვია გარდა იმისა რომ მე იქ ვიდექე მე ჩემი თავმოყრება გამაჩნია ჩემი სიამაყე გამაჩნია ხომ მე ისიც კი არა მარტო მე ხამ შემთხვევაში მე ვლაპარაკო არა მარტო მეზე ანუ მე ვლაპარაკო ჩემი მეგობრების სახელით იმ ადამიანების სახელით რომლებიც იქ ჩემ გვერდზე იდგნენ ის სამი ადამიანი კიდევ ჩვენ მოწამულობებიც ვიყავით საკმაოდ ცუდი ფორმით მინდა გითხრა იმიტომ რომ ღებინებაც გქონდა წემლდენაც გქონდა მაგრამ ეხლა შეიძლება ეს ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს. გცხვენოდა რომ ეს გვეთქვა, იცი, რომ ჩვენ ვიყავით მოწამულები იქ. იმიტომ რომ ეს სუსხანაირი დატვირთვა იყო იქ ყოფნა ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის. და ის რომ დაუშვათ მე არჩევარდნაძისთვის არ მიმართავს არასოდეს თხოვნით, მიუხედავად იმისა რომ მე დღემდე ირაკლი ვცხოვრობ ქირით. დღემდე ვცხოვრობ ქირით. თქვენ მეუბნებოდით, როდესაც შემოგბრძანდით სტუდიაში, რომ დღეს პრობლემები გაქვთ თქვენ იმის გამო, რომ თქვენ არ ხართ სააკაშვილის მომხრე. კი, ნამდვილად. მე ეს მარტო მე არა მაქვს ირაკლი, ხა მე კონკრეტულად ლელა ვეფხვადე შეიძლება სააკაშვილმა კი არა ვერავინ ვერაფერი ვერ გაუკეთოს. მე პრობლემა მაქვს სააკაშვილთან სხვა პრობლემა მაქვს, ჩემი პიროვნული პრობლემა. ეს არის რომ ჩემ ქვეყანაში ჩემ ქვეყანას ძიძგნიან. აი მე ასე მიმაჩნია, იცი, ნაკუწუნდათ, რომ გაყიდონ, გათელონ, გაასწორონ მიწასთან. ეს პრობლემა მე ჩემი პიროვნული მაქვს, მაგრამ პრობლემა მე სხვა რამე მაქვს. ანუ მე მყავს გოგონა, აგერ იმღერა, რომელიც
სხვათა შორის არც ერთი ჩანაწერი, არც ერთმა რადიომ, მე არ ვლაპარაკობ თქვენ რადიოზე, არ მომიტანი აქ ჩანაწერი, არ მიიღო თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დედა ლელა ვეფხვაძე არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგი და მაპატიოს მე შეიძლება ჩემშვილსაც რაღაც მომენტში ვერ დაუდექი მხარში, მაპატიოს შემაშვება, იმიტომ რომ მე სხვანაირი ვერ ვიქნები, მე რომ შევიცვალო და თუნდაც ჩემი შვილის გულისთვის, მე შევცვალო ჩემი პოზიცია, მაშინ მე აღარ ვიქნები, მე ლელა ვეფხვაძე არ ვიქნები. შეიძლება ჩემშვილს მე ბევრი საქმე ვერ გავუკეთე, თუმცა კიდე გეუბნებით, არანაკლები მომღერალი, ხა ძნელია შვიდზე ლაპარაკი, მაპატიოს ყველამ, მაგრამ ნიჭიერში, როდესაც ნატო გავიდა, ნატოს ცოტა ისეთი სტატუსები დაუწერეს სოციალურ ქსელში, რომ იცი რა, მარტო ქართულს რომ ღერი ხარ და შენ უცხოური, მე ასე მგონია, უცხოური სიმღერა თუ შენ ქართულს ვერ იმღერებ, შენსაც ვერ გაითავისებ, სხვისას სულ ვერ მიიღებ. ასე რომ ჩემი შვილი გაიზარდა ქართულ სიმღერაში. 100%-ით გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩემთვისაც თავარი არის ჯერ ქართულ სიმღერას. კი, ჩემი შვილი გაიზარდა ქართული სიმღერით, ქართულ ნანას უმღეროდ იმას, ქართულ ნანაზე იძინებდა, ქართულ ნანაზე იღვიძებდა. გაიზარდა ქართული სიმღერით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უცხოურ სიმღერას არ მღერის და პატივს არ სცემს. საკმაოდ კარგად მღერის, ვისაც აინტერესებს, მე შემიძლია უთხრა, შებრძანე YouTube-ზე და ნახო ნატალი ვეფხვაძე და ანუ პრეტენზია ეს იყო, რომ თქვენი ქალიშვილი ქართულს რატომ ღერის და რატომ არ ღერის უცხოურ სიმღერას. იცით როგორი სტატუსები იყო? აი სანამ არსებობს ჩონგური და საქართველო, აი ეს სიტყვები ჩვენ ვერაფერი ვერ გვეშველებთ. მე კი მგონია, სანამ არსებობს ფანდური და საქართველო ჩვენ მანამდე ვიარსებებთ და მანამდე ვიდგებით ფეხზე და როდესაც ეს მოისპობა ჩვენში და უკვე გადავგვარდებით და სხვას დავემსგავსებით და ისეც არ ვიქნებით, იმიტომ რომ ის თავისია უცხოელი რომ ღერის და ჩვენი უნდა მივიღოთ, ჩვენი უნდა გავითავისოთ. აი სანამ ეს ყველაფერი ჩვენი იქნება, ჩვენი ყოველთვის გვექნება. ანუ ჩვენ ვიქნებით და როდესაც ჩვენ სხვას დავემსგავსებით, აღარც ის სხვა ვიქნებით და აღარ ჩვენ ვიქნებით. აი ეს მინდა ვთქვა. ჩვენ ახლა Skype-ით გვერთვებიან, როგორც მითხრეს, გისმენთ. გამარჯობათ. მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მოგესალმებით ბატონო ირაკლი. გამარჯობათ. მე მინდა ერთი გულის ტკივილი თქვა რა. დამასვე ქალბატონმა ლელამ, რის თქმაც მინდოდა რა. ქალბატონი ლელას პოლიტიკური აღსარებლობის გამო ძალიან ბევრჯერ დაეჩაგრა შვილი რა. და მინდა ყველას, ვისაც ესმის, ცოტა გონს მოუხმოთ ხალხო რა. არ შეიძლება ნიჭის რაღაცა ელემენტარული პრინციპების და უაზრო პრინციპების გამო დაიჩაგროს ადამიანი. ნიჭიერი, ბევრად ნიჭიერი, ბევრზე, ვინც ახლა დღესდღეობით დგას სცენაზე. და მე მინდა ქალბატონო ლელა, ძალიან გვიყვარხართ ყველას. გაიხარეთ. აბსოლუტურად ყველას, მთელ საქართველოს, არ დაკარგოთ იმედი და არწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს მთავრობაც წავა, ეს უნიათო მთავრობა, რასაც ვიხდი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. თქვენაირი ხალხი აღარ არის. არა, არის და მადლობა ღმერთს რომ არის. არიან, მაგრამ ძალიან ცოტა, ვისაც მართლა ისე შესტკივა გული, როგორც თქვენ ტკიოდათ თავის დროზე და მოუწოდებ ყველას რა, რომ გაიზიარეთ ამ ქალის ტკივილი და შეეცადეთ, რომ რა ვიცი, რამენაირად გვერდში დაუდგეთ. დიახ. მადლობთ, მე ვეთანხმები სხვათა შორის ახლა დავირეკა ქალბატონო ლელა, უბრალოდ იცით რა არის? უამრავი ის არის თითქოს რეკლამები, რომ ეხმარებიან ამას, იმას, 1000 და ამ დროს თქვენ უკვე თითქმის 2000 წელია სხვადასხვა სხვადასხვა მეტროს სადგურებში ბრძანდებით და იქ ასრულებთ. დიახ. აი ეს არის საშინელი მართა ტრაგედია ეს უკვე, როდესაც მადლობა უფალს ირაკლი, მე ასე ეს გასაგებია, მაგრამ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მოგაქცევთ ყურადღებას აუცილებლად და ამდენი როცა მეცენატები და ბიზნესმენები არსებობენ, აუცილებლად უნდა გამონახონ ყურადღება და სითბო თქვენაერი ადამიანებისადმი. მე ახლა ერთ სიტყვი იცი, სამწუხაროდ ჩემ და აი მე ჩემ ქვეყანაზე ვლაპარაკობ და იცი როგორ გითხარი, უნდა ვთქვა მაინც, იმიტომ რომ ნატოს ჩვენ ქვეყანაში ხომ არ ეღირსა სამწუხაროდ სცენაზე დგომა, ნორმალურ ანუ ერთი ნიჭიერი იყო, რითვისაც მე ბატონ გიორგი ხაბურძანიას უღრმეს მადლობას ვუხდი, ამ ადამიანს მე არ ვიცნობ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ძალიან დიდი ყურადღებით იყო ნატოს მიმართ და მე მას დიდი მადლობა მინდა უთხრა, არ ვიცი ხა როდის მე გაიგებს, არ გაიგებს, ყოველ შემთხვევაში მე ჩემს საქმეს ვამბობ. და არა მარტო მას. და არა, რა თქმა უნდა, არა მარტო მას, მაგრამ მისი ინიციატივა იყო ნატოს ასე ვთქვათ, ხელშეწყობა და მთელ კოლექტივს, სხვათა შორის მაგხრივ მთელი ნიჭიერის კოლექტივს მინდა მადლობა გადაუხადო. და ერთი რამე მინდა ვთქვა, ბოდიშს ვიხდი რომ გაწყვეტინებ თქვენ სიტყვას. ხალხო, ერთი რამე არ აგვერიოთ, ნიჭი და ციბრალური სხვადასხვა რამეა. მე არ ვიზიარებ იმას, რომ დაუშვათ ნატოს ხედელობის პრობლემა ჰქონდა. ხო, მე დამავიწყე, რომ ნატოზე ძალიან ცუდი ისინი იყო, რა ქვია,
კომენტარები რომ ნატო ხედავს და იტყუება მე არასოდეს არ მithქვამს რომ ნატო სრულიად ვერ ხედავს მე ვამბობდი იქაც და ყველგანაც ნატოს აქ მხედველობის პრობლემა ეს სხვადასხვა რამეა მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ ამას იცით რა არის მე მართალი გითხრათ მე სიბრალურის გამოც არ გავაკეთე ეს თქვენ რომც ყოფილიყავით და მხედველობაც ქონდათ თქვენ არ გეკადრებათ არა მეტროს ვაგონებში იდგეთ და არ იყოთ ის ქართველიერი გაფასებთ ეს ნამდვილად დაწუნებული ვარ ამაში მაგრამ აუცილებელი არის რომ გამოჩნდეს ადამიანები ვინც მოგხედავენ თქვენ ქალბატონო ლელა აი თქვენი ცხოვრება ფაქტიურად აი ხა ვისაუბრეთ თქვენ შესახებ მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს იმ ზუსტად თქვენ რაც ახსენეთ სამი ადამიანი რომელიც თქვენს გვერდით იყო დღეს ცოცხლები არ არიან რა ბედი ეწიათ მათ რა მოხდა მათ დონარა სხვათაშორის ვფიქრობ რომ იყო მოწამლული და ალბათ უფრო მეტად ვიდრე დანარჩენი ჩვენთაგანი იმიტომ რომ ის მალევე დაიღუპა სარკომაგანი ანუ 9 აპრილს ჩვენ ყველა ვიყავით მოწამლული ირაკლი უბრალოდ ეხა მეტნაკლებობა შეიძლება არის მაგრამ შეიძლება დონარა უფრო მეტად იყო და შეიძლება უფრო სუსტიც იყო ჯანმრთელობით დონარა ყველაზე ადრე დაიღუპა სამწუხაროდ 92-ში გარდაიცვალა სარკომა ჰქონდა ზაირა გელაშვილი გარდაიცვალა შემდეგ უკვე მასაც სხვათაშორის ისიც უყურადღებობა მისხვერპლა მინდა გითხრათ ეხა მას შვილი ყავს და მე ვერ ვიტყვი რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ მაგრამ რაც შეეძლოთ იმას ვაკეთებდნენ და ეხა როცა ოჯახს უჭირდა თან იმ პერიოდში როდესაც ის იყო სადღაც 2002 წელი 2003 და ოჯახს არ ჰქონდა იმდენ შემოსავალი რომ დაუშვათ კარგად მიეხედა ჯანმრთელობა გამოიკვლიე ამ ადამიანისთვის და წამლები შეეძინა იმდენი რაც მას სჭირდებოდა აი ამან გამოიწვია ის რომ ზაირა გელაშვილი გარდაიცვალა ძნევამ დაარტყა იყო ძალიან საკმაოდ დიდი ხანი ცუდად სხვათაშორის და გარდაიცვალა და ყველაზე ბოლოს სამწუხაროდ გარდაიცვალა თინათინ სხვათაშორის მინახია კიდეც მეტროში დიახ და თვითონ ქალბატონი თინაც ძალიან ხშირად გამოდიოდა სანამ დაიყובה აი წინა დღესაც ირაკლი ზუსტად წინა დღესაც თინა გარდაიცვალა 11 სექტემბერს 10 სექტემბერს მე ვნახე ის და როდესაც არ ვიცი იცით გული უგზნობდა რა იყო ვერ გეტყვით მე ვიდექი მეტროში ანუ ჩვენ დროს უთანხმებდით ერთმანეთს რომ არ დამუთხოვოდი და მე ვამთავრებდი უკვე სიმღერას ეკლესიაში უნდა წავსულიყავი ლოცვაზე და თინიკო მოვიდა და მეფერება და მე მაშინ ციხისძირში ვიყავი და 1-2 კვირა არ მყავდა ნანახი და მეფერება და მეუბნება იცი როგორ ძალიან მიყვარხარო და ეხაც ეს სიტყვები რომ ახსენდება იცით ცრის რაღაცად მაჟროლებს ან იმიტომ რომ იმდენად გულიდან ამოსული სიტყვები აი როგორც იცით მეფერებოდა როგორც პატარა ბავშვს არ ვიცი ეს რა იყო გამოთხოვება იყო რა ვერ გეტყვით საშინელი განცდა იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამის გახსენება ყოველთვის ძალიან ისეთ შეგნებას მიტოვებდა და ну ეს ადამიანები აი ესე დაიღუპნენ თინიკოც უყურადღებობის სამწუხაროდ ექიმების უყურადღებობით და რატომ თინიკო დადიოდა ეგრეთ წოდებულ ბალნეოლოგიურს ეძახიან იქ ვანებს იკეთებდა და როგორც ჩანს გული ჰქონდა ცუდად და ტკივილი ჰქონდა გულის არეში და მას ვინც ახლდა ახალგაზრდა ბიჭი იყო მისი ნათესავი იმან ექიმს თქვა რომ ხალხო ტკივილია გულის არეში და რამე ტკივილის გამაყუჩებელი მომეცითო მიტრიალდა ექიმი და გაბრუნდა არაფერი არ აქვს ზუსტად აი ამ სიტყვებით მე მართლა მიყვირს იცით სულაც რო არ იყოს ნაბირკაძე სულაც რო არ ვიყო ლელა ვერხვაძე მე ვარ ადამიანი ხო მე ისეთივე ადამიანი ვარ როგორც შენ თუ შეგიძლია რომ ტკივილ დამაყუჩებელი მომცე განა ამას რამე წინ უდგას განა ამასაც ვინმე დავალება უნდა ან ვინმეს მოთხოვნა უნდა დიახ ქალბატონო ლელა ზარი არის გისმეთ ალო გამარჯობათ მოგესალმებით ჩემო კარგო ხალხო ჩემო ირაკლი მე სულით და გულით მინდა მივესალმო ჩემ ლელას გაიხარეთ ეხლა გავუკვირდებ ეხლა რომ ვეკვირინცა ვარ ძალიან გულში მიყვახარ მე რაულისას და გიასას მოგესალმებით თქვენ ტრიო საუნჯე გაიხარეთ მადლობთ ნიკო ნადირაშვილი კი გიცანი ნიკო ჩემო ლელა შეგენაცვალე შენ იმ ხელაპიროვნება ხარ საქართველოსთვის რომ აი უბრალოდ მე ახლა 3 ივნი აქ მეცადინეობდი ჩვენ 23 ივნისს აქ ნიუ-იორკში საალბილო კონცერტი ვარ ამისთვის ვემზადებით ხო და გიყურებთ ახლა სულ და აი კეთს ვიხრი ჩემ წინაშე გაიხარეთ ჩემო კარგო მადლობთ შენ დაკალებს შენს მეგობრებს ჩვენს ახლო მეგობრებს სულ ყველას ჩვენგან დიდი სიყვარული პატრიოტიზმი გადაეცი და აი პირდაპირ ეთერში მინდა დაგპატიჟო ჩვენ საალბილო კონცერტზე შენს შესანიშნავ ქალიშვილთან ერთად. თუ ვინმე დაგეხმარება და აქეთკე მოხდები, იცოდე რომ საპატიო ადგილი გექნება ჩვენ საერთოდ. იცით რა, მე ეთერს გარეთ დავტოვებ ტელეფონს, ალბათ თქვენ ტელეფონს ეგრე ვერ გავიგებ. ალო.
მადლობთ. ხო, ეთესგარეთ თქვენი ტელეფონი მაქვს და თუ კი, აი, ირაკლი თქვენ დატოვეთ, კი. მე გადავცემ და ანუ ხო, კი, მე მინდა ნამდვილად, იმიტომ რომ აუცილებლად მინდა. ეთეთოდე მე ნატოზე და ვიტყვი რა, ბოდიშფიხტი. ეხლა რატომ მოვაყოლეთ ჩვენ ქვეყანაზე ლაპარაკი, ირაკლი, სამწუხაროა, რომ ნატოს აქ არ ეღირსა სცენაზე დადგომა. ნატოს უწევს თურქეთში წასვლა, ნატო ალბათ 15-დან 20 აპრილამდე წავა თურქეთში კონტრაქტით. ну იქ უნდა იდგეს სცენაზე, იქ უნდა იმღეროს. კი, რა თქმა უნდა, კარგია რომ სცენაზე უნდა იმღეროს, მაგრამ მაპატიოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მე ჩემი შვილი მინდა აქ იყოს. მინდა აქ მღეროდეს, აქ ვამაყობდე, მისი ნიჭით, აქ მესმოდეს მისი სიმღერა. შეიძლება ეს მიკერძოება, მაგრამ რა ვქნა, მე დედა ვარ და ასე მირჩევნია ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რომ ჩემი შვილის ნიჭი ამ ქვეყანაში ხარჯებოდეს. ეს მინდა. ამაში მე მგონი დასაძრახისი არაფერი არ არის. სამწუხაროდ ჩემთან ნატოს არ ეღირსა ჯერჯერობით აქ სცენაზე. გამოსვა არც ერთ კონცერტზე დამიჯერებთ, არც ერთ კონცერტზე ნიჭიერის შემდეგ ნატო არ ყოფილა. ასე რომ ნატოს უწევს თურქეთში წასვლა, სამწუხაროდ სამსახურო, სამუშაოდ. მე ხა უნდა მეკითხა ფაქტიურად დედა თქვენმა და ნატო რომ რა შემოქმედებითი გეგმები გაქვთ თქვენ მეთქი. თქვენ უკვე ცნობილი ბრძანდებით ნიჭიერში გამოდიოდით და ეხლა რომ თქვი გადაცემაში რომ თქვენ იქნებოდით, თქვენს ქალიშვილზე მაშინ აღნიშნეს რომ მისი ქალიშვილი გამოდიოდა ნიჭიერში და აქედან გამომდინარე უკვე დამკვიდრებული გაქვს ადგილი ნატო, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა შემოქმედება მოითხოვს უფრო წინსვლას. არა მარტო შემოქმედება, ირაკლი იცი რა არის, კი, ადგილი დამკვიდრებული აქვს ნამდვილად ხალხში. მე ვერ ვიყავი, საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ, ნატო თვითონ იტყვის ალბათ, ხალხს აი რო გადიოდა ქუჩაში, იცით, იმ ხელას ითბო იყო ადამიანების მიმართ. თუ დაუშვათ ნატოს ცნობდნენ ისე რომ ეს არის იყო ლელა ვეფხვაძიშვილი, ახლა მე მცნობდნენ უკვე რომ ნატოს დედა ვიყავი, ასე რომ. ქალბატონო ლელა, მე მინდა 9 აპრილის ღამეს თქვენ შეასრულეთ კიდევ ერთი სიმღერა საქართველოზე და ძალიან მინდა გთხოვოთ რომ დღეს სტუდიაში შევასრულოთ ეს სიმღერა და სანამ შეასრულებთ კიდევ ერთი ზარი არის და მოусმინოთ მაყურებელს. გისმენთ. და ის თემას დაუბრუნდე რაც ქალბატონ ლელა საუბრობდა ნატალისთან დაკავშირებით, ანუ ის რომ დღეს პოლიტიზირებულია მთელი ხელოვანი სფერო თუ თქვათ ნებისმიერი სფერო, ანუ მაინც არის ის რომ თქვათ თუ არ უმღერებ ხელისუფლებას თითი ამბებს შენ ვერცერთ კონცერტში ვერ მოხდები. აქედან გამომდინარე ქალბატონი ლელა ძალიან კრიტიკულია, როგორც ვიცით სხვანაირი მე ვერ ვიქნები. მიმართ და აქედან გამომდინარე მისი ქალიშვილით ეწირება ხოლმე დედის თქვათ ესეთ პატრიოტულ რაღაცა მოტივებს თუ რა ვიცი როგორ თქვა დამოკიდებულებას. კი, ანუ თქვენ უბრალოდ მე არ ვაკეთებ ხა შეფასებას რამდენად თქვა ისტორია ეს არ არის ისტორია, მაგრამ უბრალოდ ნატალი უდაოდ ნიჭიერია, რა ვიცი მე ძალიან მიყვარს მისი თქვა ეხა მოვისმინეთ მისი შესრულებით ლალე და ძალიან დიდი ესთეტიური სიამოვნება მივიღეთ, რა ვიცი და მე მგონი ამ მაყურებელს ალბათ მსმენელიც კმაყოფილი იქნება. ნატალი მართლა ნიჭიერი უსურვებს თურქეთში თუ ნებისმიერ ქვეყანაში იყო ძალიან წარმატებული და ყოველთვის გამიხარდება ნატალის წარმატება. მე იმედი მაქვს რომ ნატალი მადლობთ ქალბატონო ლელა, თქვენ მოდით შევასრულოთ ის სიმღერა. ნატო პირველი ხმა მაინც მითხარ მე. ბოდიში ხდით მე საკმაოდ მეღლება ხომ ყელი მე მინდა მსმენელს ბოდიში მოვხადო. ხო, არა, იმიტომ რომ იცით რა, როცა გაქვს პრეტენზია რომ შენ უნდა იმღერო, ცოტა ფორმაშიც უნდა გქონდეს ყელი, მაგრამ ყოველდღიურობიდან გამომდინარე მინდა თუ არ მინდა მიწევს სიმღერა არაერთი საათი და აქედან გამომდინარე საკმაოდ მეღლება ყელი. ბოდიში ხდით თუ ისეთი შესრულება არ იქნება როგორცაც იმსახურებთ. ორ-ორჯერ მეორე? ხო. Sinara nari,
მადლობა ქალბატონო ლელა ჩვენ ფაქტიურად 5 წუთი დაგვჭა დრო მე მინდოდა რომ კიდევ ერთხელ შეგესრულებინათ სიმღერა დაუკარით არ ვიცი ჩავეტევით თუ არა დროში და საზოგადოება და აგერ ჩემი კოლეგები ითხოვენ ამას რომ ამით დავამთავროთ გადაცემა მე ფაქტიურად დავხურავ ახლა გადაცემას მე ალბათ ორშაბათს 9 აპრილს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მთავრობის სასახლესთან მოედანზე მემორიალთან ალბათ არ ვიცი საათი გამოვაცხადოთ რომელი 2 საათი ალბათ დაახლოებით ჩვენც მედია კავშირი ობიექტივით შემოგიერთდებით იქ მემორიალთან და ერთად მივაგოთ პატივი დაღუპულებს მე აქვე მინდა ასევე დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სრულიად საქართველოს და გისმენთ კიდევ ერთხელ და ამით დავამთავროთ გადაცემა Dai
ლელა და ნატო ვებხვაძეები, გადაცემა მიმყავდა ირაკლი შონიას, მე შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით მადლობთ. 2012 წლის 28